აქაურობას ეხლა თქვენ ხედავთ, ეს აღვადგინე და მე ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ მომავალ თაობაში შევუნახოთ. ჩვენ გვინდოდა რომ მესხური ტრადიციული გემოები ახლებური სახით წარმოგვედგინა ფესტივალზე და ამიტომაც შევქმნით მესხური ქადა სენდვიჩი. ერიშტა ქვია ჩვენ კერძს, რომელიც არის მესხური მაკარონი, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ზემოდან ჩვენი ტრადიციული ტენილი ყვებით. თქვენი მყოფელი სოფელ ჭუბარეთში, მე ვარ ავლიდა ჯვარიძე და გემოფეთზე გამოდივარ მესხური ოდის სახელით. ბევრი ძებნის მერე ვიშოვე წიგნი, სადაც მოხსეული იყო ყველა მესხური სამზარეულო ერთად და აი იქიდან ამოვიკითხე და იქიდან დავიწყე კეთება ამ ნამცხრების. გადავწყვიტე, რომ ეს ლუხუმი და ბორბუშელა გამიკეთებინა და გამეცნო ხალხისთვის, როგორი გემრიელი წინაპრები ყავდა და გემრიელ დესერტებს ამზადებდნენ. მე გახლავართ ზაზა ივანიძე, ახალციხის რაიონის სოფელი ღრელიდან, მესხური ფურნე ამბარის დამფუძნებელი. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვღებულობ გემოფესტში და ჩვენთან მოსულ სტუმარს ვთავაზობ მესხურ ქადახაჭაპურებს, როგორიც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ და მნიშვნელოვანი იყო ძვირფასი სტუმრისთვის. ჩემთვის, როგორც ძირძველი მესხისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქ მოსულ სტუმარმა დააგემონოს ჩვენი მესხური ტრადიციულად მომზადებული კერძები, რომ შეითვისოს თუ როგორ ამზადებდნენ და როგორ სულს და გულს დებდნენ ჩვენი წინაპრები. გულით და სულით გეპატიჟებით ბორჯომში გემოფესტზე და მესხურად გაგიმასპინძლდებით.